ცურვის ერთ-ერთი რისკი არის დაჭიმულობა კიდურების და ეს მითი რომ უნდა ვიქონიოთ ნემსი, ქინძის თავი. ფეხის დაჭიმა, კრამპი ხო საუბარია კუნთის დაჭიმაზე, რომელიც ალბათ ყველა ჩვენთაგან მოსვლია ბუნებრივი ამბავი. ეხლა არ ვიცი ხალხი რომ ბულავკა გაგრილები დადიან ხოლმე რაღაცა საცურაო კოსტუმი და ვერ გეტყვი, რეალურად სამედიცინო კუთხით არსად სანდოს ამასო მტკიცებულება არ არსებობს რომ ბულავკა ამას შველის. ერთადერთი შეიძლება მექანიზმი თეორიულად მივყვეთ რომ ბჭყალებში ყურადღება გადაიტანოს. ტკივილზე მხოლოდ და მხოლოდ. თორე რეალურად ფეხის დაჭიმას აქვს თავისი მიდგომა, ხო? დაჭიმვა. თუ გინახავს ალბათ ფეხბურთელებსაც რომ დაიჭიმოთ ფეხი, აწევენ ფეხს და ტერს აწევენ. ეს არის უფრო სწორი მიდგომა, ვიდრე ბულავკით ჩხლეტა და მათ შორის ენა გადაყლავა ბულავკით დაჭერა ენის. აი იგივე პრინციპია დაახლოებით აქ. ამიტომ ჯობია რომ უფრო მეტად რაც გამართლებულია და დადასტურებულია რომ შველის იმპაქტს მივყვეთ, ვიდრე ბულავკას. თუმცა მოსახლეობაში ჯერ კიდევ ძალიან ბევრია ვისაც მაგვითი ჯერა, რომ ბულავკა თურმე შველის კრამპს. აუცილებლად საცურაო კოსტუმზე სადღაც იყოს. ფსიქოლოგიურად ეთქვა სიმშვიდეს გარკვეულ. უფრო ფსიქოლოგიური მომენტია.